ესეთი ძალიან საინტერესო სასტუმროში გვხდა ჩინეთში, შანხაიში, როცა წავედით ვაინჟაუდან და იყო ძალიან ბევრი რობოტები ეკაც ხედავთ და ონლაინ ის იყო რეგისტრაცია და ჩემი კომერციულმა მენეჯერმა მიიღო ეს ჩუქარი და მაგრამ ეს დავიძინეთ. მოკლედ მეორე დილა დავიწყეთ ესეთი ძალიან ჩინური რესტორანი, რომელიც ძალიან ჭუჭყიანი იყო, მაგრამ სუპერ გემრიელი იყო. წვიმდა, ისაშინელი წვიმა იყო, მაგრამ კიდე კარგი ჩვენი მძღოლი გვყავდა და გადავწყვიტეთ ამ დღეს რომ გაგვეკეთებინა სპეციალური ჩაის ცერემონია, რომელიც ძალიან საინტერესო და გამარჯობა. ყველას გვინდოდა რომ გვეცალა. მიხაილი ცდილობდა რომ ქართულად ელაპარაკა და იმ მოსწავლეთ და ყველაზე სასაცილო შეგიძლიათ რომ მოусმინოთ. Michal, Rocco Car. Rocco Car. Yeah. And then you said Karga. Karga. And then Shen. Shen. Karga. I mean, ეს ყველაფერი მომიშენდა რომ ესე გავაკეთე ყველა და ეს მიხაილი ყველაზე სასწავლო და იყო და ეს გიორგი ისე გძელდება და ახლა გინდა რომ მოსმინოთ. Rocco Car. Kargas. Shen. Kargas Shen. Karga. მოკლედ ამ გართობის შემდეგ გადავინაცვლეთ ბაღში, რომელიც იყო ესეთი ბუდისტური, ძალიან ლამაზი, გამწვანებული რაღაცა სწავლი გარემო იყო, ესეთი ლამაზი იყო, აზიური რაღაც ძალიან განსხვავებული ხეები იყო და ესეთი რაღაც კანალივით იყო იაპონურ, ჩინურ კულტურასთან შერწყმული და თავის ტრადიციებს ამშვიდებდა, მაგრამ დაგვავიწყდა რომ რეზერვაცია უნდა გაგვეკეთებინა და გვიან წავედით და ეს ჩვენი კოჭლი იმო და ეს მანდარინები იყიდებოდა მოკლედ გზაზე და სანამ შუალედი იყო გადაწავედით ყველაზე ცნობილ კაფეში რომელიც არის ტურისტულად ცნობილი ძალიან გემრიელი იყო მაგრამ უძვირესი იყო ყველაფერი აი ჩემი ლუნაჩკაც იყო და ვიარეთ და ისევ დავბრუნდით სადაც ესეთი ჩაის ცერემონია დაგხვდა აქ შეგეძლო დამჯდარი ყავი ესა და მიგიღო სიამოვნება ამ ყველაფრით მოგვიტანეს რაღაც ანწლის ჩირი კარტოფილის ჩირი და რაღაცები და ეს გოგო გვიხსნიდა რა ჩაის ვსვავდით ეს ჩაი არის 1994 წელს დამზადებული და სპეციალური დაყენების მეთოდები აქვს პირველად წყალს აულებენ თვითონ ამ ჭიქებს შემდეგ აყენებენ და პატარა ჭიქებში გისხავენ და სპეციალური დალევის მეთოდებია რომელსაც მარტინი გვასწავლიდა იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით და ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ ახლა გამარჯობა ახლა ვიმყოფებით ჩაის სახლში სადაც სპეციალური ცერემონია ჩაის დალევის და ძალიან ძვირადღირებულ ჩაებს მივითმობთ რომელიც დაახლოებით 1500 ევროს 500 გრამი და ძალიან გემრიელია ცოტა მწარია გოგრის გემოქვს და ეხლა გასწავლით როგორც მარტინო მასწავლა როგორ დავლიეთ ჩაი სწორად მოკლედ უნდა დავიჭიროთ ორ ხელში ჯერ პირველ რიგში კარგად უნდა ვუსუნოთ და ჩავიდეს ფილტვებამდე ეს ჩაის ჰაერი და შემდეგ უკვე დავაგემოვნოთ. თუ ჩაის აქვს სიმწარის გამო ენაზე და შემდეგ ტკბილია ეს ნიშნავს რომ ჩაი არის ძალიან მაღალი ხარისხის. გაგვიმარჯოს. That's it. That's it. Cheers. I like my color. What did you say about it? I said Martin taught me how to drink the tea properly. აქ ჩვენი პატარა ძალიან ლამაზი კატაც იყო, რომელსაც სასწაულად ლურჯი, ლამაზი თვალები ჰქონდა. მე ესეთი კატა არ მინახავს, აი სასწაული იყო და მოკლედ ამის შემდეგ ჩაების მოტანა გრძელდებოდა და დავაგემოვნოთ 4-5 ჩაი, რომელიც ზოგიღებდა მილიონი და ამ შემდეგ და ეს ძალიან მომწონა ეს კამი. მამა იქნება გააკეთო და ამის შემდეგ მოკლედ გადავინაცვლეთ. საჭმელად ესეც წვიმა იყო ისევ და აქ გამოჩნდა ისევ Pearl Tower-ი და ლამაზი ხედები იყო მოკლედ. ეს იყო ჩემი ხედი სასტუმროდან და საღამოს წავედით კორეულ რესტორანში, რომელიც იყო ძალიან გემრიელი მართლა. ეს ყველაფერი უფასოდ მოგვიტანეს აქ რასაც ხედავთ. შევკვეთეთ კორეული ლუდი, რომელიც იყო ისასწაული, საშინელი. აქ იყო გრილი, სადაც გვიწვავდნენ ამ ხორცებს, სოკოებს და მოდიოდა მართლა უგემრიელესი იყო. ზოგი რაღაც მწარე იყო, მაგრამ არც ისე რომ აუტანოდ მწარე ყოფილიყო და ეს ხორცი იყო იმდენად გერდრიელი, რომ გაგიჟდებოდი აი წვნიანი და ის რაღაც ძროხის ხორცებს კორეაში აფასებენ ძალიან და თითოეული ნაჭერი იყო განსაკუთრებული. ამის მერე რადგან წვიმდა გადაწყვიტეს რომ სადმე ბარში წავსულიყავ და აგვაღვნიშნა ჩვენი კოლაბორაცია რომელიც იყო გზაში. და მარიამ როგორც ყოველთვის გადაწყვიტა რომ აირჩია სასმელები. თუ
თუმცა მარტინმა გადაწყვიტა რომ უნდა აგვიღო შამპანური და გადაწყვიტეთ რომ შამპანურით დაგვეწყო და შემდეგ კოქტეილებით გაგვიგრძელებინა ესეთი ძალიან მყუდრობარი იყო სადაც ბევრი უცხოელებიც იყვნენ ძალიან კაი მუსიკა იყო და სიტუაციაც ძალიან კარგი თუმცა ფასები იყო სასწაული მარტო შამპანური და 300 евро ხალხო 300 евро ну ჩეკები იყო ჭუჭყიანი და როგორც ხედავთ მარტინმა გაგვიწმინდა ყველას ესე გაგვიხსნეს შამპანური და მოგვართვეს ამათ მოგმწერეს ხელი მეორე დღეს უკვე რაღაც კონტრაქტზე და ღირდა ეს ყველაფერი ამათ ახლა შეგიძლიათ ნახოთ ეს შამპანურის გახსნა მირთმევა და გართობა ეს დღეს საბოლოოდ გვიან დასრულდა 2 საათზე და მეორე დღეს უკვე კონტრაქტების გაკეთებისგან დაღლილები მე გვიან შოუერთდი დაახლოებით 3 საათზე, სადაც ესენი უკვე გასულები იყვნენ და ნახევარი ჩინეთი ნანახი ჰქონდათ. მივედით მთავარ ქუჩაზე, ნაინჯეკის ქუჩაზე, სადაც ყველა ვაჭრობს და ძალიან ბევრი ადამიანია. აი ულამაზესი იყო მაინც ყოფილი ძალიან მომწონს მე. აქ და ჩვენ მივიდით რომ გვენახა, იმიტომ რომ სადაც ჩამოგვსა ჩვენმა მძღოლმა შორს იყვნენ ესენი და გადავწყვიტეთ რომ სანამ მაგათ ვიპოვიდით დაგველია ყავა, იმიტომ რომ ძალიან ცია და აქ ესე ონლაინ უკვე თავ ყავას დაასკანერებ ამ QR კოდს და მოგდის, ანუ არავის არ ელაპარაკებ, ფულს იხდით ყველაფერს ტელეფონით. აი გარე ყველაზე დიდი პრობლემა ჩინეთში ყველაფერი არის გაჯეტებით და არავინ ერთმანეთთან არ კომუნიკაციებს. даже ფული არ არის, ანუ ხელში ფული არ გეჭირება, იმიტომ რომ ყველაფერს ტელეფონით იხდით. თუ ტელეფონი არ გაქვს, დამიჯერე რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ. აქ უკვე ვიპოვეთ ჩვენი ხალხიც და გავაგრძელებთ იპოვოს ეს რაღაც ბამბუკის სასმელი, რომელიც ვერ გავიგე მოეწონათ თუ არა, ძალიან მთხოვეს რომ მეც გამესინჯა, იმიტომ რომ მოწონდათ თუ არ მოწონდათ, ეხლა რეაქციებს ნახავთ, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ არ გამესინჯა. You like it? I love it. Do you want to It's try? okay. It's too sweet. იტა პროტებე, წელი. კიმოდა ორი კაცი დავკარგეთ ეს პანდა არისო, აიო იმოაკარიო და წავიცინეთ და ამის მერე წავედით შოპინგ ცენტრში, სადაც შევუკვეთეთ სხვადასხვა საჭმელები და იყო ეს თილამაზი ხედით, საჭმელებიც ნორმალური და ეხლა დაგათვალიერებინებთ რა მივირთვით. ესეთი კრევეტებით დავიწყეთ, რომელიც შენთვის უნდა გაგერჩა და მედიტაც ეს გასარჩევი კრევეტებს არ ვგიშდები, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი იყო და ეს პრეზენტაბელურობა ძალიან მომწონს, ბოლი რო გადმოდის და ასე შემდეგ. აი ეს წვერები მკრიტა და კინაღამ ვერც კი გავხსენი. აი ეს იყო ძალიან გემრიელი რაღაც ხბოს რაღაც ნაწილი იყო ღვინოში თუ ვერ გავიგე, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო, მინდა გითხრათ. და გუგა მიხალი ერთობოდა ისეთი მწარე რაღაც იყო, სუპი არც უნდა გიჭამა, თორე დაიხრჩობდი და მე არც კი გავსინჯა და რეაქციები შეგიძლიათ რომ ნახოთ. One more time, Michal. Spicy. ანუ აქ მე ამ კიბურჩხელის თავზე იყო მთელი ღადაობა, ეს არის კრაბი, თავისი ხორცით და რაღაცეებით და ეხლა ყველაზე საინტერესო ნაწილი. Dumpling. What is inside, Luna? ხინკალი. Pork and vegetable. ღორის ხორცით და ბოსტნეულით. ესეთი ცოტა სუპია. შევტკავსინჯოთ ერთად. ძალიან გემრიელია. მართლა კაია. იმის არის ხო? ისპანახი. Ispanaki. Spinach. სპინახი. ძალიან გემრიელია, ახალი ხორცია და ესეთი განთხელი საკრაკია. Ispanaki. ცომი და ძალიან კაია მოკლედ. 8-10-დან. კაია ძალიან. That's it. ამ საათის მერე დამეხმოვედი ტუალეტში და საშინელება. ანუ მაგარით ცუდად ვარ. მთელი მუცელი მიბუყბუყებს. ტუალეტიდან ვერ გამოდიოდი 5-10 წუთი. მიხვდებით რატოც. საშინელი საჭმელი იყო, მაწყინა. გამომისარეთ სასწრაფო დახმარება ცუდად ვარ. კიბა ყველაფერი საშინელება.
ამ დრამების შემდეგ მაინც გავგრძელეთ გზა და მიხელიცა გართობის ხასიათზე იყო ეს გოგოც მოკლა თავის მეორე ნახევარი და მე გადავწყვიტე როლიკებზე მესიაო თუმცა თქვენც იქ ჩემი მოხერხებულობა და იას დავუმთავრე თუმცა ჩემი klienti ძალიან მაგრას რეალებდა და ეს ტიპ პერფორმანსი შემოგთავაზა მოკლედ ეს როლიკები $1 ვიყიდეთ ვაჭრობის შემდეგ და თავიდან გვაძლევდა $20 და იმ მოიწევ ვაჭრო $1 იყიდა და ღირდა მოკლედ შემდეგ გავჩვენეთ რაღაც საუჭრო ცენტრში და აქ ჩინელი ქალი ბრინჯს აფქოდა ესა რომ ვთქვათ ძალიან საინტერესო კონცეფცია იყო სხვადასხვანაირი მაგნიტები, ტკბილეული და ასე შემდეგ. და გვაჩვენებენ იქაურ დამპლინგებს, რომელიც ძალიან პოპულარულია, გეკეთდება ორთქლზე და პატარა ხინკუკებით არის შიგნით აქ ძალიან გემრიელი წვნიანი ხორცი და მე მართლა ძალიან მიყვარს. ესე აკეთებენ ორთქლის აბაზანებზე თავისი ბამბუკის რაღაცეებში და ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოდის. აქვს სხვადასხვანაირი ფარში, შეიძლება იყოს ღორის ან საქორნილის ან თუნდაც კრევეტებიც აქვს შერეული და იქ ხედავთ ჩემს საყვარელ დესერტს, რომელზეც ვაფრენ და სადაც დავინახე ყველგან მჭამ, თუმცა ყველა მეცილებოდა ერთს მერწყს რო შევჭამდი, მე სხვებს ვაძლევდი, იმიტომ რომ ყველას უნდოდა. წესიერად ვერ შევჭამე. ეს შენი მარწყვი, მაგრამ ძალიან გემრიელია მოკლედ. საბოლოოდ ისევ გავედით ამ ადგილას, სადაც ეს ჩვენი ლამაზი შანხაის თაუერი ჩანდა. ცოტა ვისეირნეთ, ვილაპარაკეთ და ნელ-ნელა ჩვენმა ძღოლებმაც მოგვაკითხეს, რომ სახლში წავსულიყავით და სასწაულად დასრულდა ეს დღე. იმას ვიხო ფეხის ტკიოდა და ძალიან იტანჯებოდა და ეხლა ნახეთ როგორ მორბოდა. ამ სირბილის შემდეგ სჭირდებოდა მასაჟები და ესე წამოწვა სკამზე და ეს სკამი მასაჟებს უკეთებდა რომ გადარჩენილიყო. მოკლედ ძალიან სასაცილო დღე გამოვიდა ეს იმოებიც ვიხილეთ და მეორე დღე უფრო საინტერესო იყო.